აგვისტო არის სტრაიკული თარიღი. ეს იყო უმძიმესი ავანტურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. აქ გმირების საფლავებიდან რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა და მხოლოდ წუთები იმ დროიდან, როცა მათი ოჯახების წევრებს პირადად მიუსამძიმრა. თუმცა ივანიშვილის პრემიერი ვერც ამ სიახლოვემ დააბნია. გზავნილი აგვისტოს ომზე ირაკლი ყობახიძემ მაინც შეუფერხებლად გაიმეორა და დღეს უკვე მუხად გვერდზეც რუსეთისგან საქართველოს დაცვის მცდელობა ღალატად გამოაცხადა. ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ ისინი, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისათვის ახორციელებდნენ. თავდაცვითი როგორ არისო? უკაცრავად, თავდაცვითი როგორ არისო? რუსეთი იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. თავდაცვითი ომი ეს როგორ არისო? მაშინ იყო ხელმოწერილი, ერთსამით. მაშინ იყო ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სათქმელი 17 წლის თავზე ამ ადამიანების. ღალატი ჩაიდინა, უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. გმირების საფლავის წინ დგახართ ახლა ბატონო ირაკლი და ამ ადამიანებს ეუბნებით, რომ ისინი შეეწირნენ სააკაშვილის მიერ წამოწყებულ ომს და არა რუსეთთან ბრძოლას და ქვეყნის დაცვას. არა, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს. აგვისტოს ომის გმირების ფონზე ომში საქართველოს დადანაშაულება არც პარტიის სხვა ლიდერებს მორიდებიათ. პირველი ფაზა თარიღის შერჩევით იწყება. ოცნება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე წელსაც 8 აგვისტოს ამოვიდა და ეს იმის მიუხედავად, რომ ომის დაწყების საერთაშორისოდ აღიარებული თარიღი 7-ია, როცა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის არმიის შემოჭრა დადასტურდა. მთავარი კითხვა, რომლისგანაც ცდილობს რომ გაექცეს ნაცმოძრაობის დანაშაულებული რეჟიმი არის რატომ დაიწყო ომი. და ამ კითხვაზე პასუხი არსებობს. და ამ კითხვაზე პასუხი არის 2022 წელს გაცემული, როდესაც ომი არ დაიწყო. აი ეს არის ზუსტად პასუხი, როდესაც ხარ მარიონეტელი 22 წელს ომი სწორედაც რომ დაიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი იყო აგრესორი 2008 წელსაც. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს და ჩვენი პასუხისმგებლობა არის საქართველო. და სვით კითხვა, რატომ დაიწყო ომი 2008 წელს? მე გიპასუხეთ ამ კითხვაზე. დაიწყო იმიტომ, რომ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. არ მოგწონთ ეს პასუხი, თუ რატომ გადაახტით ამ პასუხს? პასუხს მოусმინეთ, თუ გინდა თუ პატივისცეთ თქვენ ქვეყანას. პარტიულ დღის წესრიგს ახვა მიხეილ ყაველაშვილის, რომელსაც ხელი მერც საქართველოს მთავარ სარდლობაზე პრეტენზიამ შეუშალა და პირველივე განცხადებაში ომზე საუბარი რუსეთის ხსენების გარეშე მოახერხა. გამოდის 412 დაღუპული, გმირულად დაცემული 170 ჯარისკაცისა თუ 14 პოლიციელის ჩათვლით. ოცნებას არა კრემლის, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების მსხვერპლად მიაჩნია და წულკიანის კომისიაზე დაყრდნობით გასამართლებითაც სწორედ სააკაშვილს ემუქრება. ანუ როგორი მძიმეს უნდა იყოს ახლა პარტიის გზავნილების მოსმენა. უარესი სავარაუდოდ ჯერ კიდევ წინ არის. დაველოდოთ ბოლომდე გამოძიებას და ყველას როლი ვინ რა გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა. საკმაოწებელი რა არის ბატონო მიხეილ, ომი საქართველოს დაიწყო, ეს უნდა დაადგინოთ. რუსეთი იმ შუაში არის, რომ შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი რომ იყიდეს, მაშინ არ იყო რუსეთი ომის შემდეგ. ომში რუსეთის დანაშაულზე არ შეგიძლიათ რა რამე თქვა? ომში რუსეთის დანაშაულზე შეგიძლიათ ერთი სიტყვა მაინც თქვა? ელოდებოდა რუს ტურისტებს, მაშინ ომში რუსეთის დანაშაულზე ერთი სიტყვის თქვა მაინც შეგიძლიათ ბატონო მიხეილ? სტრატეგიული ობიექტი თუ მიყიდეს, ჩვენ იგივეს კი არ ვაკეთებთ. ჩვენ იცი რა გავაკეთებთ. საქართველოს კი არ ვაბრალებთ, საქართველოს არ ვაბრალებთ. ჩვენ ვართ საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ძალისხმევა შედეგიანია. ოცნებამ კრემლიდან ისევ ქების გზავნილი მიიღო. ომიდან 17 წლის თავზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს ომში დადანაშაულების გამო შეაქო. ოკუპანტს მადაც გაეზარდა. ზახაროვა წერს, რომ აღიარების შემდეგ ქართულმა ოცნებამ ახლა სოხუმს და ცხინვალს თავდაუსხმელობის შეთანხმებაც უნდა გაუფორმოს, რაც მათი დამოუკიდებლობის აღიარებას უდრის. ნიშნულოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს აღიარება გახდეს გამსაზღვრელი თბილისის მიდგომებში ურთიერთობების დასამყარებლად სოხუმთან და ცხინვალთან და ასევე ტრანსფორმირდეს კონკრეტულ პრაქტიკულ საქმეში. პრიორიტეტულ ამოცანებს შორისაა საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება. როგორ მოახერხეთ, რომ ზახაროვა გაქებთ ბატონო ირაკლი? როგორ მოახერხეთ ამის მიღწევა, რომ მარია ზახაროვა გაქებთ? მიესალმება თქვენს განცხადებებს, რომ იყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც გააფართოვა, როდესაც თქვენი პარტიის ღალატით გაფართოვდა რუსეთის ტერიტორიული წარმომადგენლობა. ზახაროვა ამბობს, რომ თქვენ აღიარეთ საქართველოს მიერ ომის დაწყება. და ახლა მოგიწოდებთ იმისკენ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან გქონდეთ პირდაპირი დიალოგი. უნდა ველოდოთ ამას თქვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან ბატონო ირაკლი. გენდერს და აბსოლუტურად მახინჯ. გენდერს ომზე გეკითხებით, 8 აგვისტოა ბატონო ირაკლი. შენ არ ხარ ერთადერთი ჟურნალისტი. ხოცებო და
საოცრო ხელისუფლება ვიცოდეთ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამ გზავნილით ვიდეო მიმართვას ლუდა სალი ასრულებს, რომელიც უკვე მე-17 წელია აგვისტოს ომის დღეებში ხურვალეთში გავლებულ მავთულ ხლართებზე საქართველოს დროშას აღმართავს. თუმცა წელს პირველად ამ აქტის ადრესატები მხოლოდ ოკუპანტები აღარ არიან. ადრესატია ოცნებაც, რომელმაც ომზე რუსული რიტორიკის გამო საყვედურებით დღეს სავარაუდოდ პირადადაც მოისმინა. მუხათგვერდის სასაფაოზე ივანიშვილის პარტიის ლიდერებს შეხვედრა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან მოუწიათ, რომლებმაც ომში საქართველოს დადანაშაულება და ასე გმირობის გაუფასურება დღეს საჯაროდ დაგმეს. ჩემი შვილი ეს იყო ისეთი ყველა ომში ნაომარი, სამშობლოსათვის თავდადებული, აფხაზეთის ომში მძიმედ დაჭრილი, 9 აპრილიდან მოყოლებული, ერაყი გინდა, თუ კი საქართველოში რამე ყოფილა, ყველგან მონაწილე. აი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი ბოლო მოეღო. ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ, რომ ომი დაიწყო საქართველოს. ხო და ეგ იყო მეტი არაფერი. და ძალიან მეწი. მე არ ჩაუღრმავდები ახლა, დანარჩენი თვითონ იციან. ეს ჩვენ მშობლებს ძალიან გვეწინა. და არაფერი საბოდიშო რუსეთთან ჩვენ არაფერი არ აქვს. ჩემი ძმა იყო ომის დროს ტანკის მეთაური, ცხინვალის მისადგომებთან დაზიანდა ტანკი და შემდეგ გამოყავდა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები. დახვრიტეს, რადგან არ შედგა ქართულ დროშაზე, არ დაემორჩილა მათ ბრძანებებს. ფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არის ახლა სათანადოდ დაფასებული? სათანადოდ დაფასებას ვისგან ველოდებით? დაფასება იქნება ის, რომ ჩვენ ვიცოდეთ რა გამოიარეს ამ ბიჭებმა და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში და ვიცოდეთ ყველაზე მთავარი ის, რომ რუსეთი არის მკვლელი და ოკუპანტი. რომ არა რუსული ჩექმა, მე დღეს არ ვიდგებოდი აქ ერთადერთი ძმის საფლავზე. ჩვენებს რო დაგვეწყო, ესე უცებ ვერ შემოვიდოდნენ რუსეთის ჯარები საქართველოში, ისინი უკვე შემოსულები იყვნენ, მზად იყვნენ ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად. და ვინც ამას იტყვის, რომ ჩვენ ქვეყანამ დაიწყო, საქართველოს დაიწყო ომი, ის არ ვიცი იმას რა უნდა უწოდო, ვერ გეტყვი. ეს არა ქართველობაა, ჩემი აზრით. ქართველმა ადამიანმა ეს არ უნდა იკადრო და არ უნდა თქვა. იქ სადაც გიორგი ანწუხელიძის საფლავია, არ გამოჩენილა თია წულუკიანი, რომელიც ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერია და წესით რიგით დეპუტატებს სამძიმარში არ უნდა ჩამორჩენოდა. თუმცა გარდა იმისა, რომ აგვისტოს ომის გმირებს საკუთარი კომისიით გასამართლებას უპირებს, წულუკიანისთვის წინაღობა სავარაუდოდ მისივე ნათქვამია. ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ანწუხელიძეს ვიღაცის პიარს შეწირული უწოდა. დღევანდელ დღეს ამაყივა, რომ ვარ გიორგის მეუღლე და გიორგის საქციელითაც რა თქმა უნდა ამაყივარ, იმიტომ რომ გიორგი სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. რომ ამ ადამიანების გმირობა არის დღეს სათანადოდ დაფასებული. ომი საქართველოს დაიწყო, ანწუხელიძე ვიღაცის პიარ შეეწირა. თავარია ჩვენ ვაფასებთ მისი ოჯახის წევრები. თავარი ეს არის და ყველას თავისი აზრი გააჩნია და ყველა თავისებურად ფიქრობს და არ ვიცი, ჩემთვის გმირია გიორგი და მე ვაფასებ მის საქციელს. რის საფუძველზე აპირებს ქართული ოცნება ომში ქართული მხარის გასამართლებას. კობახიძე მთავარ არგუმენტად ისევ ევროსაბჭოს რეზოლუციას ასახელებს და მეხუთე მუხლის ინტერპრეტაციით ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის დაწყება თავადვე აღიარა, თუმცა ეს რეზოლუცია არგუმენტად ოკუპანტებსაც კი არ გამოადგათ. საქართველოს ომის საქმე სტრასბურგშიც მოიგო და ჰააგაშიც. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამართლებრივ შედეგებს ოცნება ვეღარ შეცვლის, თუმცა მძიმე პოლიტიკური ზიანი გამოსარიცხი არ არის და ეს პირველ რიგში არაღიარების პოლიტიკას უკავშირდება.